მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. განათლების მინისტრმა მუშაობის შედეგები შეაჯამა და 2013 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით 2012 წელს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 2.400.000 ლარი გამოიყო. მინისტრმა მანდატურების ინსტიტუტის რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება. მარგველაშვილის განცხადებით საქართველოს რეგიონებში იმ სოფლების მოსწავლეებს, სადაც სკოლა არ არის, სასკოლო ტრანსპორტი მოემსახურება. გაიზრდება სტუდენტების გრანტების მოცულობა, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და მოხდება საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაცია. სახელმწიფო პრიორიტეტების ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელიც არის აკრედიტირებული და რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის პროგრამა, ანუ 3 დონის სწავლება მიმდინარეობს, გაიხსნება სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამები, სადაც სწავლება იქნება უფასო. იმ დაზარალებული პროფესორ მასწავლებლების და განათლების სისტემის მუშაკთა საჩივრების განხილვა, რომელსაც ახორციელებს ჩვენთან ერთად სამოქალაქო საზოგადოება. 2016 წელს საქართველოში მცხოვრები ყველა დევნილი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება. 4 წლიან პროექტზე სამინისტროს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ტოლოთა და განსახლების მინისტრის დავით არახველიძის განცხადებით, ამ დროისათვის საცხოვრებელი 200-მდე დევნილს მისცეს. მინისტრთან შეხვედრას დღეს დევნილებიც ესწრებოდნენ. შვეიცარიის განვითარება, სამინისტროს კაპიტალიზაცია, ჩვენ საუბრობთ უკვე თამამად 4 წლიან პროგრამაზე, ანუ 2016 წლის ბოლომდე ეს პრობლემა ძირითადში უნდა იქნეს დაძლეული. შესაბამისად იგულისხმება ახალი ობიექტების შენებლობა, ძველების რეაბილიტაცია და ყველა ფორმა დევნილთა ამ პრობლემის მოგვარებისა, რომელიც პრაქტიკაში იყო აქამდე. პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ოჯახი ჟურნალისტის კოკა ყანდიაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყანდიაშვილმა მათ იპოთეკით დაუტვირთა ბინები, შედეგად კი ოჯახები უსახლკაროდ დატოვა. აქციის მონაწილეებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაც მოითხოვეს. 2010 წელს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, აბსოლუტურად იყო ყველა საქმის ხუში დამთავრებული სააკაშვილი და დამთავრებული მურთაზ ზოდელავამდე, მაგრამ არანაირი შედეგი რეაქცია არ არის. ჩვენ ვართ კერძო იპოთეკის თაღლითობის მსხვერპლი, გაგვიყიდეს ბინა, იყო გამოსახლება, მაქვს შეტანილი თიაწულა წულუკიანთან, ივანიშვილთან, კბილაშვილთან, ყველგან, ესე იგი ყველა ორგანოში, სასამართლოში, არსად რეაგირება ყველგან არის განხილვაში. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახორციელებს. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას. დავით ნარმანიამ რიჩარდ ნორლანდს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საკუთრებით ხაზი გაესვა USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ჩვენ სამინისტროს შორის თანამშრომლობას. საუბარი იყო ასევე ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თვალსაზრისით მხარდაჭერაზე, კერძოდ ნარჩენების მართვის სფეროში, რაზეც USAID-მა ახალი კონკურსი გამოაცხადა და კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია შემდგომ გააგრძელებს ჭიდროს თანამშრომლობას ჩვენს სამინისტროზე. მინისტრ ნარმანიასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება მყარი ნარჩენების მენეჯმენტზე და ადგილობრივი მმართველობის განვითარებაზე გავამახვილეთ. მიმაჩნია, რომ ძალიან საჭირო და შედეგიანი შეხვედრა გახლდათ. საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია ნაციონალურ მოძრაობას ცილის წამებაში ადანაშაულებს. გაბუნია ამბობს, რომ პარტიის წევრებმა მას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა დააბრალეს. ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური სფეროსათვის არასაკმარისი თანხა არის გათვალისწინებული. გაბუნიამ ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარუდგინა, რითაც დასტურდება, რომ მერიის მიერ შედგენილ ბიუჯეტში ჯანდაცვისათვის გამოყოფილი თანხა 23 მილიონი ლარია, უსახლკაროთათვის კი მხოლოდ 71.000 ლარი. გუშინ
ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებმა ჩემთან დაკავშირებით აირჩიეს ცილისწამების იაფასიანი ხერხი და თქვეს რომ თითქოს მე შეცდომაში შემყავს საზოგადოება და თითქოს თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში მართლაც არ აღემატება ადმინისტრაციული და მეორე ხარისხოვანი ხარჯები სოციალურ ხარჯებს. სადაც გახლავთ მტკნარი სიცრუე და ამის დასასრულებლად მე მოგიტანეთ დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში, რომლის ავტორი გახლავთ თბილისის მერი ბატონი უგულავა, ადმინისტრაციული მეორე ხარისხოვანი და პარტიული ინტერესებისთვის გათვალისწინებული ხარჯები სამჯერ და ზოგ შემთხვევაში მეტჯერ ჭარბობს სოციალური ინტერესებისათვის გამოყოფილ ხარჯებს. ეს დოკუმენტაცია ამხელს ნაციონალური მოძრაობის სიცრუეს, ცილისწამებულ დამოკიდებულებას პირადად ჩემს მიმართ. ჩოხატაურის გამგებელმა თანამდებობა დატოვა. სამსახურიდან წასვლის თაობაზე ლელა იმედაშვილმა განცხადება დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით ჩოხატაურის საკრებულო გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას დღესვე განიხილავს. იმედაშვილი ჩოხატაურის გამგებლად 2011 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ალბათ ლელა იმედაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. იქნება საკრებულოს ხდომა, განიხილება ჯერ მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ ალბათ გამოცხადდება კონკურსი და ამის შემდგომ დამტკიცდება უკვე გამგებელი თუ ვინ იქნება ჩოხატაურის. ახალი ამბებით 2 საათზე დავბრუნდებით, დაგველოდეთ.